განათლების უდიდესი კერა საქართველოში. დედა უნივერსიტეტი 108 წლისაა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1918 წელს გაიხსნა და საუკუნის შემდეგაც წარმატებით აგრძელებს მრავალწლიან ისტორიას. ჩვენი სიუჟეტი. საქართველოს უძველესი და უდიდესი სასწავლებელი იუბილარია. 1918 წელს საქართველოს დედაქალაქ თბილისში ამიერკავკასიაში პირველი უმაღლესი სასწავლებელი იხსნება. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დაფუძნებიდან საუკუნეზე მეტი გავიდა. სასწავლებელმა საქმიანობა 3 ოთახით სიბრძნის მეტყველების ფაკულტეტის 329 სტუდენტითა და 99 მსმენელით დაიწყო. მისი მიზანი კი იყო, რომ სასწავლებელს დაეკმაყოფილებინა ქართველი ხალხის ლტოლვა სინათლეს ცოდნის წყურვილი და ჭეშმარიტების სიყვარული. მიზანმა გაამართლა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მთავარი დამფუძნებელი ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და აკადემიკოსი ივანე ჯავახიშვილი იყო. უმაღლესი სასწავლებელი წლებთან ერთად ვითარდებოდა და იზრდებოდა. მან ქვეყანას არაერთი საამაყო ქართველი ახუსარდა. მისი კურსდამთავრებულები საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოღვაწეობენ. ათობით პროფესორ მასწავლებელია დასაქმებული თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც. აგრარული ფაკულტეტის პროფესორი ნიკოლოზ სულხანიშვილი ერთ-ერთია, რომელმაც ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის აგროფიზიკის ფაკულტეტი წარმატებით დაამთავრა. სტუდენტობის წლებს ემოციების გარეშე ვერ იხსენებს. ამბობს, რომ 80-იან წლებში უმაღლეს სასწავლებელში სწავლა საკმაოდ რთული იყო. თუმცა ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ძალიან კარგი გარემო დახვდა. დღემდე ახსოვს პროფესორ მასწავლებლები, რომლებიც მას ლექციებს უკითხავდნენ. დედა უნივერსიტეტის სტუდენტობა ეამაყება. დედა ჰქვია, იმიტომ რომ დანარჩენი სასწავლებლები პრაქტიკულად ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებმა დააფუძნეს. ეს იყო დედა და აქედან განვითარდა მეცნიერება მთელს კავკასიაში და ნამდვილად ამართლებს ამ სახელს. სტუდენტობის წლები დაუვიწყარია. ნამდვილად გუშინდელი დღესავით ახსოვს თითოეული კვირა, თითოეული დღე, რომელიც ჩემს მეგობრებთან ერთად გავატარე, იმ დაუვიწყარ ადამიანებთან ერთად გავატარე, რომლებიც ჩვენი ფაკულტეტის და ჩვენი უნივერსიტეტის პროფესორები იყვნენ. სულ 2-3 ადამიანის ჩამოთვლაც კი საკმარისია, რომ წარმოდგენა შეგვექმნას, მაგალითად ბატონი ერისბარ წითლანაძე, რომელიც სოფლიო დონის მათემატიკოსი იყო და თავისივე მათანალიზის კურსს გვასწავლიდა თავისივე ლიტერატურიდან. მაგალითად ბატონი გიგა მირიანაშვილი, რომელიც ბატონი მათე მირიანაშვილის უდიდესი ფიზიკოსის, დღესაც მისი წიგნებიდან ასწავლიან სხვათა შორის. ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში წითელ დიპლომზე დაამთავრა იურიდიული ფაკულტეტი ხათუნა გულიაშვილმაც. სწავლა საკმაოდ რთულ პერიოდში მოუწია, თუმცა იხსენებს, რომ ეს უნივერსიტეტის აუდიტორიებში არ უგრძნია. კომფორტულ გარემოსთან ერთად წამყვანი პროფესორ მასწავლებლები აძლევდნენ სოდნა განათლებას. სკოლის დამთავრების შემდეგ სასწავლებლის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია ჟურნალისტ თამარ ბატიაშვილს. მან აბიტურიენტობის დროსვე იცოდა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი უნდა გამხდარიყო. მუდამ კარგი რეკომენდაციები ესმოდა და მოლოდინმაც გაამართლა. ფიქრობს, რომ სხვაგან შესაბამის განათლებას ვერ მიიღებდა. წარმატებული სწავლის შემდეგ სასურველი დიპლომიც მიიღო. მიუხედავად მძიმე წლებისა, ის ყოველთვის ახერხებდა, რომ ძლიერი ნაკადი გამოეშვა სხვადასხვა სპეციალობის მქონე ადამიანების. არამედ ეს იყო ურთიერთობების კულტურის, მაღალი ეთიკის და ზოგადად მაღალი სტანდარტების ურთიერთობების მქონე უმაღლესი სასწავლებელი და მე საერთოდაც არ მიყვარს, რომ მას ეძახიან დედა უნივერსიტეტს, იმიტომ რომ ეს იყო ყველა პროცესის მონაწილე თუ რამ ხდებოდა საქართველოს ისტორიაში. აი იქ დუღდა, იმ კედლებში გადიოდა საქართველოს ისტორია. აი ერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანო, იყო ასეთი ძალიან ცნობილი პროფესორი მიხაკო კეკელია, რომელიც ახლა არის გარდაცვლილი. და მახსოვს ლექციაზე მივდიოდი, ძარი იყო უკვე დარეკილი და გარბოდა ლექციაზე და გადამასწრო კარში. და მოტრიალდა და მითხრა, რომ ძალიან დიდი ბოდიშიო, მითხრა, ჩემს სიცოცხლეში ქალისთვის წინ არ გადამისწრია, უბრალოდ ძალიან მაგვიანდებაო. აი იმ წუთში შეიძლება ჩემთვის სტუდენტი გოგონასთვის შეიძლება ცოტა ძნელად გასაგები ყოფილიყო რა მითხრა ამ ადამიანმა. აი წლების შემდეგ როცა გადავაფასე,
მივხვდი ესე იგი რამხელა კულტურისა და ეთიკის მქონე ადამიანები გვაძლევდნენ იქ სპეციალობას და როგორ ურთიერთობებს გვასწავლიდნენ. იყო ჯავახიშვილის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული, ეს ერთგვარი სიამაყისა და დიდი პასუხისმგებლობის გრძნობაა ერთდროულად. მე ძალიან გამიმართლა ცხოვრებაში, როდესაც გავხდი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის სტუდენტი, პრაქტიკულად ბავშვობიდან ვემზადებოდი, რომ მე ამ სასწავლებლის კარი შემეღო, რადგან გადაწყვეტილი მქონდა ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება. ეხლა გამიჭირდება მე იმ ადამიანების ჩამოთვლა, ვინც ჩვენი ლექტორები, მასწავლებლები იყვნენ, ძალიან დიდი ადამიანები და ძალიან ბევრი. ალბათ ყველა ახალგაზრდისთვის სანატრელი იყო მათ ლექციებზე დასწრება და მათი მოსმენა, მაგრამ რადგან მე ჟურნალისტიკის ფაკულტეტის კურსდამთავრებული ვარ, ალბათ აუცილებლად უნდა ვახსენო ნოდარ ტაბიძის სკოლა, რომელიც მე გავიარე და რას ნიშნავს ეს სკოლა, ყველა უნივერსიტეტელმა იცის. საუკეთესო ადგილი კარგი ცოდნის მისაღებად ასე ფიქრობს ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული და ახლა უკვე გურჯაანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ერთ-ერთი მუდმივ მოქმედი კომისიის თავმჯდომარე. ლელა თევდორაშვილი იურიდიულ ფაკულტეტზე 90-იან წლებში სწავლობდა. მისი განმარტებით უმაღლეს სასწავლებელში გატარებული თითოეული წუთი არასდროს დაავიწყდება. იხსენებს, რომ ლექციებზე დრო შეუმჩნევლად გადიოდა, რაც პროფესორ მასწავლებლების დამსახურება იყო. დღემდე უწევს რეკომენდაციას და აბიტურიენტებს ურჩევს, რომ უმაღლესი განათლება სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიიღონ. მე მინდა პირველ რიგში სანამ გავიხსენებ ჩემ სტუდენტობის პერიოდს, დედა უნივერსიტეტს მიულოცო იუბილე და აი ეს ლტოლვა სინათლისადმი მუდმივად ყოფილიყო მისი მუშაობის ერთ-ერთი მიზანი. უნივერსიტეტში 1990 წელს ჩავაბარე და ჩემი სტუდენტობა დაემთხვა ეგრეთ წოდებულ უძრაობის პერიოდს 90-იანი წლები ყველას კარგად გვახსოვს. ეს ის პერიოდია, როცა არ არის შუქი, არ არის გაზი, არ არის წყალი, პურის რიგები და ზოგადად ძალიან გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, თუმცა სტუდენტობა ზოგადად ოქროს ხანა ადამიანის პერიოდში, მაგრამ როცა ხარ ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, ანუ დედა უნივერსიტეტის სტუდენტი, სულ სხვა პერიოდია ეს. ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი არის ფლაგმანი საქართველოში განათლების, იყო და იქნება მუდმივად და მას ვუსურვებ უფრო მეტ განვითარებას, მეტ წარმატებას და მეტ ღირსეულ კურსდამთავრებას.